მოგესალმებით კიდევ ერთხელ დაბრუნდით რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში და გადაცემის ამ ნაწილში ვისაუბრებთ კიდევ ერთი ქართული კლუბის შესახებ. ცხინვალის წარმომადგენლები არიან დღეს ჩვენთან სტუდიაში სტუმრად დიმიტრი სანაკოევი, მურთაშელია, კახა კაჭარავა და გიორგი ივანიშვილი. საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას სტუდიაში მობრძანებისთვის. ბატონ დიმა, თქვენგან დავიწყებ და დავიწყებ ბოტოშანთან თამაშზე საუბარს. მოულოდნელი იყო თქვენთვის პირველი თამაშის შემდეგ 1-3 განცდილი მარცხა. ნუ, ჩემთვის როგორც გულშემატკივრებისთვის, ჩემთვის როგორც ფეხბურთის მოყვარულ ერთისთვის ის იყო, რომ მოულოდნელი რა იყო, ვიცი, რომ ჯერ ის რომ ბიჭებმა იქ კარგად ითამაშეს, ყველაფერი ჩადეს იმ თამაშზე და შედეგიც იყო ესეთი, რაც იყო იქ რუმინეთში. და ალბათ იქაც ჩანდა რა უკვე დონე რა როგორ თამაშობს ის გუნდი და როგორ ჩვენ თამაშობთ, მაგრამ თავარი ის იყო მონდომებულები ბიჭები და დანარჩენ მაგის ის რა ქვია უკეთესი იქნება რომ თვითონ თავარმა წვრილმა კი ბატონის გახსნის დაუსვამ შეკითხვას მოგვიანებით და რა ვიცი ხლა მაინც ჩვენთვის ეს იყო პირველად გავიდეთ UEFA-ის იმას ეგეთ დონის იმას თამაშებზე და ჩვენ რაც ვიცოდით და რაც შეძლო იმას ყველაფერი გავაკეთეთ შევასწავლეთ. გასაგებია, მე მინდა აქ უბრალოდ გულშემატკივრისთვის დავაზუსტო. მონაცემი ესეთია, რომ მერვე ადგილზე იყო ბოტოშანი, მაგრამ მათ შემდეგ დაიმატეს ფეხბურთელები, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, შეიძლება ვიღაც არ აქვს ეს ინფორმაცია. ისინი საკმაოდ გაძლიერდნენ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, როცა გაირკვა, რომ იქ ლიცენზიის გამო რამდენიმე კლუბს არ მიეცა შესაძლებლობა ევროტურნირზე გასვლის და შემდეგ ბოტოშანს მოუწია და ამ შემდეგ ისინი გაძლიერდნენ. ბატონ მურთას, თქვენ მინდა გკითხოთ, როგორ შეაფასებდით ცხინვალის აი ამ ორ მატჩიან გამოსვლას ევროტურნირებზე? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ჩემი აზრი ეგეთია, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება. მე დიდი მადლობა ბიჭებს, რომ პირველად მიიღეს მონაწილეობა ევროტურნირებზე. რაც შეეხება ჩემპიონატს, ზოგიერთი იტყვის, რომ რატო ქართულმა გუნდმა რატო არ გაიმარჯვა, ჯერ რუმინეთის ჩემპიონატი შევადარო და მე საქართველოს ჩემპიონატი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთ წრეზე ვტრიალებთ, რამდენიმე წელიწადია. თუ არ მიხედეს ქართულ ფეხბურთს, მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად საჭიროა თანხები, ფინანსები, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ეროვნული ჩემპიონატი. თუ ისე ამ დღეში იქნება ქართული ფეხბურთი, იმიტომ რომ ამ ბიჭებს კი რაც შეუძლია ყველაფერს დებენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ 1-5-6 გუნდი უნდა გაძლიერდეს, უნდა ჩამოიყვანონ უცხოელი ფეხბურთელები, გამოცდილი ფეხბურთელები, რომელიც ალბათ ჩემპიონატის დონესაც აწევს და გაიზრდებიან ეს ბიჭები. იმიტომ რომ დღეს ჩვენ ძალიან წირი ფინანსური იმით გავედით ევროპაზე და კიდევ მადლობა მინდა ამ ბიჭებს მოვხადო მაგის გულიზე. ყველაფერი წყვეტს ფინანსებს რა. ჩვენი მეზობლები ავიღოთ აზერბაიჯანის ჩემპიონატი, გუნდები არის 25 მილიონიანი, მოყავთ ფეხბურთელები და იზრდებიან ფეხბურთელები. ჩვენ რო ახლა ვიხსენებთ ქართული ფეხბურთიო, როდის იყო დაუშვათ რა ვქო, როდის თამაშობდა კარგად, როცა იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი კი ახლა მაგას კი არ მივსტირივართ ჩვენ იმას საბჭოთა კავშირის აღდგენას და იმას, მაგრამ იყო ძლიერი ის რა ჩემპიონატი. დღეს ეთამაშებოდი დინამო კიევს, მე ერთ კვირაში დინამო მოსკოვს და ესეთი ჩემპიონატი იყო, რომ იზრდებოდა. როდესაც რამდენიმე ძლიერი გუნდია, შემდეგ იწევს დონეცკს. ჩვენ ვერ მოვუთხოთ, იმიტომ რომ ეს ბიჭებიც გაიზრდებიან, ეს ახალგაზრდები, როცა ჩამოიყვან, ერთ გამოსავალს ამას ხედავ ქართულ ფეხბურთში. დანარჩენი ეს ლაპარაკად დარჩება. გასაგებია. მე ოდნავ მოგვიანებით მე გკითხავთ ფინანსებთან დაკავშირებით თქვენ კლუბში რა ხდება, მაგრამ მანამდე ბატონ კახასთან მაქვს შეკითხვა. ბატონ კახა, საინტერესოა ერთი დეტალი. ჩვენ ხშირად ხდება რომ თამაშამდეც ვლაპარაკობთ, შემდეგ თამაშის მერე ბევრი რაღაცის თქმა ადვილია ხოლმე როგორც წესი, მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი როგორც მთავარი მწვრთნელის აზრი, როდესაც პირველი შეხვედრა ჩატარდა და ძალიან კარგი იყო ეს შედეგი 1-1 კლუბისთვის. პირველი თამაშის შემდეგაც მიხვდით რომ ეს ძალიან რთულად გასავლელი იქნებოდა ეს ეტაპი. კი, მე თამაშის მერე და საუბრობდი, თამაშის მერე და ვამბობდი რომ იყო რთული გუნდი და მაშინაც აღნიშნე რომ გორს და ჩვენ შევხვდა ევროპული გუნდები, ფაქტობრივად ახლა
სერბეთის ჩემპიონატი და რუმინეთის ჩემპიონატზე ლაპარაკი ზედმეტი ახეს ნათლადაც გამოჩნდა. მე ისმენდა რომ დავამატო აი თქვენ შეკითხვა დავუსვით ბატონ დიმას, ეს გუნდი მერვე ადგილზე გავიდა. მაგრამ 6 მილიონი ევრო დახარჯეს ტრანსფერებში ამ წელს, რომელიც ფაქტურად ცხინვალის არსებობაში 9 წელია გუნდი არსებობს და ალბათ კიდე არ გვაქვს დახარჯული და 2 წელი კიდე გვინდა რომ დავხარჯოთ ეს თანხავი ლაპარაკის დამთავრებული ამას. რაც შეეხება ხა თამაშს ხო? ეხა ამ ბიჭებმა გამოვიდეს ეს ახლა გამოვიდნენ ახალგაზრდა ბიჭები რომ მაქსიმალურად ყველაფერი დადეს, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ თქვა იქ შედეგზე, მე შედეგი თქვა დამაკმაყოფილებდა იმ შემთხვევაში რომ გავსულიყავით ეს ეტაპი. მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეცა საშუალება თამაშის, ფაქტურად 2-3 კაცი იყო რომელსაც თქვა კაკობავას თქვა ქონდა მონაწილეობა UEFA-ზე მიღებული, თქვა ნათამი დანარჩენი არც ერთ ფეხბურთელს არ ქონდა იმის გამოსდა გიოზეფ ტყუილანიშვილზე. დანარჩენს არც პირველად მოუწია ამ ბიჭებს ამ დონეზე თამაში. იქ უკვე ნათლად ჩანს, ნათლად დაგვანახა ჩვენ სადღაც მინუსები, მე პირდაპირ ვიტყვი რომ ჩვენ დაცვით ფაზაში ცოტა სტაბილურად ყოფილიყავით. და სანანი გოლები ისეთი გოლები გავუშვეს ეს რეალურად ჩანს იმას რომ ეს არის გამოუცდელობის ბრალი. ამიტომ მე დიდი მადლობა მინდა ამ ბიჭებს უთხრა, არაფერი არ არის დაკარგული, ესენი არიან ახალგაზრდები ამ თამაშებში ვიზდებით ჩვენ სწავლობ რაღაცას როგორც მე ისე ფეხბურთელების ამ ბიჭებმა ისეთი რაღაცა გააკეთა მოდი რეალურად ვთქვა რომ არავინ არ ელოდებოდა რომ ცხინვალი თქვა მოხდებოდა UEFA-ზე იმიტომ რომ როცა ჩვენ გუნდში მოვედით გუნდი იყო ბოლოდან ბოლო ადგილზე ფაქტურად დაკარგული იყო ყველაფერი ეს გუნდი ჩვენ შევინარჩუნეთ უმაღლეს ლიგაში იმ წელს და წელს გავედით UEFA-ზე ეს არის ამ ბიჭების დამსახურება რა თქმა უნდა ხელმძღვანელობის ყველაზე ერთად აქ დიმა იქნება მურთაზი გიორგი ქინკლაძე ყველა მეტად ეს ბიჭებმა ჩვენ დავჯექით ვისაუბრეთ რა იყო პრობლემა რა იყო გამოსასწორებელი ბევრია ეხლა ფინანსებზე მე არ დავიწყებს ლაპარაკს უკვე თქვი ყველაფერი ნათქვამია იმით ისე რომ ჩვენ არ ვაპირებდო თქვა 1 წლიანი და 2 წლიანი გუნდი გავაკეთოთ და რა თქმა უნდა ცოტა მოგვიანებით მას შემდეგ რაც გიორგის მივცემ შესაძლებლობას აზრის გამოთქმის მინდა ისევ თქვენ დაგიბრუნდეთ და კითხავთ იმის შესახებ რომ ცხინვალი ეს ხო არ არის ცალკე აღებული კლუბი ზოგადად მინდა კითხოთ ყველა კლუბის გამოსვლას და რა დაინახეთ საერთო ხაზი ამ ყველაფერში ხო იქ დინამოც გამოვარდა სხვა გუნდიც გამოვარდა მაგრამ ეხა უკვე ინარჩუნებს შანსს გორის დილა მაგრამ ნუ დაველოდოთ რეალურად ვიტყვით ეხა ყველაფერს ის კლუბებმა რომლებმაც თქვა UEFA-ზე მიიღეს მონაწილეობა ჩვენზე 10 მაგად და 20 მაგად უფრო კარგ პირობებში აქ დასამალი არაფერი არ არის ჩვენ სახელმწიფო შეგვიდა თანხას რომელიც თქვა გათვლილი ქონდა ყველაფერზე მაგრამ მოხდა ესეთი სტიქიური უბედურება როცა თქვა ეხა არავის არ ეცალა არც ფეხბურთისთვის არც ჩვენ და არავის ნორმალურ ქართულ ადამიანებსაც ჩვენ არ დაგვიწყეთ წუწუნი იმაზე რომ რატო არ გვაძლევთ ამ ფულს არა სახელმწიფო რაც გამოგვიყო ის ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენეთ შეკრება გავიარეთ თბილისში რა თამაში ერთი თამაში რომ თამაში ამის გამო წავედი სასონხეთში ანუ თქვენ ამბობთ რომ ბათუმის დინამოს და თბილისის დინამოს შეთხოვა კიდეც განსაკუთრებით რა თქმა უნდა ეხლა მე სხვა კლუბები ჩემ კლუბზე ვლაპარაკობ ეხლა მათ ჰქონდათ ფინანსები შეკრებაც გაიარეს ყველაფერი ჩვენ ვერ შეკრება გავიარეთ არაფერი ფაქტურად 2 კვირის 3 კვირის შეკრებული გუნდი საქართველოში მოემზადა გავეთ UEFA-ზე და ესე არ ხდება რომ ფეხბურთზე არის კანონზომიერება რა არავინ არ თქვას რომ გაზეთშიც დავწერე რომ ბიუჯეტი 1 მილიონი ლარი თქვა სიტყვა რომელიც ადრე იყო ჩვენთვის ეს არის სასაცილო თანხა რა ფეხბურთისთვის ეს მარტო ფეხბურთელებზე კი არ მიდის ეს მიდის თელ ჩვენ ყველაფერს ვქირავთ ხო სტადიონი ჩვენ არ გვაქვს კი განვაბწოთ ეს თემა მანამდე გიორგის მინდა ვკითხო ფეხბურთელებისთვის გამოცდილების კუთხით რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ორი შეხვედრა რომელიც ჩაატარეთ პირველში მოგესალმებით მადლობა მოწვევისთვის თქვენ გადაცემაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ აღსანიშნავია ის რომ ამ მეორე თამაში განსაკუთრებით მოედანზე ჩვენი გუნდა მე ვიყავი ყველაზე ასაკიანი ფეხბურთელი 25 წლის და თამაშის მერეც ეს პოტოშანის კაპიტანი მოვიდა ჩემთანო რომ კარგი ბიჭები ხართო ანუ გეტყობათო რომ კარგად ბრძოლობთო ერთიანი გუნდი ხართო უბრალოდ აი ეს გამოცდილება გაკლიათო ეგ არის რა თუ მომავალ წელს რა თქმა უნდა ჩვენ მიზნები უფრო მაღალია ვიდრე მე-4 ადგილი და მომავალი წლისთვის ეს ძალიან კარგი გამოცდილება ეს ევროპის თამაში. ამ თქვენს გამოუცდელობას აბრალებთ თუნდაც იმ შეცდომებს რომელიც დაცვაში იყო დაშვებული? ბოლო ეს პატარა ნიუანსი, პატარა დეტალები დიდი დეტალები გამოდიან. ხო ნუ ეს გამოუცდელობის გამო მოხდა ეს
დასანანი გოლები იყო მართლა. მე წითელბარათზე მინდა გითხოთ ბატონ ხა შეეძლო თუ არა საჭს რომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღო თქვენი აზრით. პირველ რიგში იმაზე თავდასხმობა ორი ბარათი არ უნდა მიიღო რა ხა დამცველი რო იყო კიდე მესმის რო თქვა ბრძოლაში რა. პირველ ყვითელში შეეძლო საჭს რომ მიეცა თქვა ყვითელი ბარათი მეორე ზოგი მე ფიქრობ რომ ხა საჭო დაუპროლო რაღაც შეეძლო რომ არ მიეცა ყვითელი ბარათი იმიტომ იქ მიდის ბრძოლა ფაქტურად განმეორების მე ნახე ესესა და შეხებაც არ არის ეხლა თქვენ წარმოედგინეთ კაცსაც თოა ჩვენ თქვენ დააგვირდებით ეხლა როცა ხელი ხვდება სახეში ფეხბურთელი დგება უცებ და აგრძელებს თამაშს ეს უკვე იყო სიმულაცია მაგრამ არ მინდა მე რაღაცების დაბრალება ვიღავ საჯებს არასოდეს არ მიყვარდა მაგრამ ერთ რაღაცასაც უნდა დაუკვირდეთ ალბათ იმ გუჩი თამაშობდა სამი ბულგარელი და საჯი იყო ბულგარი სიმპათიები ხა მაინც ექნებოდა როგორც არ უნდა იყოს ეს ქართველებს არ გვაქვს ჩვენ ეგეთი ერთმანეთის სადმო უცხოის თუ შევხვდებით ერთმანეთს რაღაცა უნდა გაუკეთოთ ცუდი კარგი არა და იქ სხვანაირი მენტალიტეტია სხვანაირად უდგებიან მაინც ემენ თავიანთ საძე მე ვფიქრობ რომ ყვითელი არ უნდა მიეცა მაგრამ პირველ რიგში თავდასხმობა ორი ყვითელი არ უნდა მიეცა სანამ ფინანსებზე გავშლი ამ თემას ამასაც კითხავთ კი ამასაც კითხავთ ბარემ რამ განაპირობა მაშინ ერთით-ერთი იქ გასული შეხვედრაში და აქ მარცხი აქ შეიძლება ჩემი შეცდომაც იყო მე პირდაპირ იმიტომ რომ მე არ ვარ საერთოდ მოყვარული იმის რომ აი დაცვითი ფეხბურთი ვითამაშო შემეძლო თქვა დამეყენებია სამი ცენტრალურწელი და მე თამაში იმაზე პირველ რიგში მე შევეცადე რომ მიმეცა იმ ფეხბურთელებისთვის თამაშის უფლება ვინც ეს გუნდი აქამდე მოიყვანა ხო ეს იყო ჩვენი თქვა სტრატეგიაც რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოჩენილი იყვნენ ხელმძღვანელობა ამაშიც მეთანხმებოდა რომ ამ ბიჭებმა ითამაშონ რომ თქვა გამოცდილება მიიღონ მე ვთქვი რომ ჩვენ არ ვაპირებთ ერთწლიანი გუნდის გაკეთებას რა თქმა უნდა ეხა გამოცდილებასთან ერთად კლასაც უნდა მოუმატოს ჩვენ ფეხბურთელებმა ეს იმას არ ნიშნავს ეხა რომ ამათ ეს გააკეთო და შეუცვლელი არავინ არაა ხო ჩვენ იგივე სტრატეგიას გავაგრძელებთ რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელებს მივცეთ თამაშის საშუალება ნათლად გამოჩნდა ეხლა ალბათ ვისაუბრებთ იმაზეც რომ ფედერაციამაც უკვე აუცილებელი ორი ახალგაზრდა ფეხბურთელმა მოდიოდა თამაშის თუ იმას შედება ჩვენ ვერ ვიყავს ახალგაზრდები და დავეხმარებთ თქვენ ეგ პრობლემა ნამდვილად არ გიდგას სხვას არა ჩვენ ფეხბურთელებს მე ყველას დიდი იმედი მაქვს და მე არ ვაკეთებ ამ გეგმას გადაჭარბებით შეასრულებთ ყოველ შემთხვევაში ბატონო ფინანსებთან დაკავშირებით აი მოგვიყევით დღეს ცხინვალის ფინანსური შესაძლებლობები დღეს რა არის და რა სიტყვით ну დღეს და ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი ბიუჯეტი ჩვენ გვინდა აი წლიური ბიუჯეტი ჩვენ როგორ ჩვენ დავთვალეთ არის 2 მილიონი ნახევარი რომ ჯერ შევინარჩუნოთ ეს ბირთვი რაც არის და ნელ-ნელა დავიწყოთ პირობებზე მუშაობა ის ინფრასტრუქტურაზე ფიქრი მაგრამ რომ გითხრა აი როგორც ბატონმა მურთაზმა გითხრა რა იდეა იმაზე კი არ არის რომ დღეს ჩვენ შეგიძლია გავიზარდოთ ფეხბურთელები იმ დონეზე რომ მაგრამ მაინც მე გავდივართ UEFA-ზე რა იქ უკვე სხვა დონეა სხვა ძალა და სხვა ის არის და მაგიტომ დღევანდელი ჯერ არ გავარდეთ და ვიყოთ ნორმალური და კაი იმაზე რა ადგილი იმაზე რა მე ფიქრობ რომ ყველა გუნდს საშუალო ყველა გუნდს უნდა კონდეს ეგეთი თანხები რა ჩემი აზრით ამით ჩვენ პასუხისგებლობა ვიღებთ ჩვენ თავზე რომ გუნდმა იარსებს არა მარტო გუნდმა გეგმები ფეხბურთელები იქნებიან უკვე მაღალ დონეზე უკვე უფრო აი თქვენ კონკრეტულად თქვენი გუნდის პრობლემის მოსაგვარებლად ვის ელაპარაკებით ვისგან მიიღეთ დაპირება ან ვერ მიიღეთ დაპირება თქვენ იცით რომ ჩვენი ადმინისტრაცია არის როგორც დევნილების ისე ხო ეს პირველი ისე რომ ჩვენ რეგიონში არა ვართ ეს არის ყველაზე ცუდი რომ ჩვენ დღეს ცხინვალში არ ვიღებ ეგ მონაწილეობა და ის ხალხი არ არიან ცხინვალში ეს ერთი ის ინფრასტრუქტურა რომელიც სადაც ჩვენა ვართ ეხლა ჩვენ თამაშობ ფედერაციის კუტნის იმას სტადიონზე ლოკომოტივზე თამაშები ვატარებ და ვარჯიშობ სხვადასხვა მინდვრებზე რა თბილისის ფარგლებში და თავარი ის არის რომ ჩვენთვის დღეს იყოს გაითვალისწინებული ადგილი სადაც ჩვენ უნდა ჩავატაროთ ვარჯიშები მაგისთვის დღეს სჭირდება თანხი კერძო ადგილებია და ერთ ადგილს ითხოვთ სადაც გეცოდინებათ რომ არა სხვადასხვა საზრუნავი გექნებათ რომ ხან იქ ჩავატაროთ ხან არ მე მაგიტომ მინდა გითხრა რომ ეს თანხებზე არის დამოკავშირებული რომ დღეს ჩვენ
ამისთვის გამოყენებულია თანხა. ის თანხა დაუშვათ ლანჩხუთის გური, ანა დინამო თბილისი და სხვა გუნდები თავის ადგილზე, თავის მინდვრებზე, თავის იმაზე ვარჯიშობენ. ხო, ესე ფული იმაზე არ ხარჯავენ. გასაგებია. ჩვენთვის უფრო მეტს უნდა ფული, რომ აი დაუშვათ ეგეთი რაღაცები, ხარჯები რაც არის, გაითვალისწინოთ, სხვას უნდა მივწე, ხო? თუ როცა შეგიძლია დაუშვათ, რომ დავთვალოთ და ჩვენ დაუშვათ ვარჯიშებისთვის და იმისთვის ყოველ წელს ჩვენ ხარჯავთ ის გუნდები პატარები და ისინი რომ ვარჯიშოთ 100,000 რა. გასაგებია, 140,000. 140,000, ხო? ეს ჩვენთვის ჯობია რომ ჩვენი ის იყოს ნელ-ნელა გავაკეთოთ ჩვენი ინფრასტრუქტურა, რომ ჩვენთვის ეს დარჩეს. დღეს ჩვენ ვართ იმაზე ადგილზე, რომ ეს არ აგვაქვს. ჩვენ მაგაზეც ვფიქრობ რა და ჩვენ თხოვთ იმას, რომ ჩვენთვის რაღაცა სამი ადგილი შევინახოთ, ავიღოთ, რომ აი ნელ-ნელა დავიწყოთ. აი თუმცა დავუშვათ წეროვნის ტერიტორიებზე სადღაც ესე დევნილები ცხოვრობენ, იქ გავაკეთოთ. ისეთ ჯობია, იმიტომ რომ ბავშვები მოვიყვანოთ ის ბავშვების დევნილების ბავშვებისთვისაც კარგი იქნება, ესეც სტიმული იქნება იმ ბავშვებისთვის, ხო? და არა მარტო ის ინფრასტრუქტურა მაგისტრის რომ დავუშვათ იქნება და ცხინვალიდან გადმოვიყვანოთ, მაგრამ ის ბავშვი ხო უნდა ასწავლოთ, ხო უნდა ბატონ მურთას. ვახო რა გამომატებდი ციბოდიში. აი ფაქტიურად ხო ხარ თემამ კარგად ახსნა, ფაქტიურად სადაც ჩვენ არ გვაქვს ის ადგილი, სადაც მოვივარჯიშოთ, ჩვენ ამაში ვიხდით თანხას. ყველაფერში რა ის არ არის, ახლა ჩვენ კი 2 მილიონი ნახევარი ხო, ზოგმა შეიძლება იფიქროს. ფაქტიურად ყველაფერში ვიხდით ჩვენ ფულს. აი რაც ამ ბიჭებმა გააკეთა, ჩემზე არ ლაპარაკი რა. ამიტომ საგმირო საქმე გააკეთა. თქვენ რო იცოდეთ რა, თარმოდი გუნდი ვარჯიშობს დასაბანი არ არის. ხო ამას ხო ვერ გამოხვალ, ხო ვერ ეტყვი რა. ეს ძალიან რთულია და ზოგს თქვა ადვილია ხო აი როგორც ააგეს ბოტოშანთან იმასთან როგორც მე ვთქვი გუნდმა 6 მილიონი евро დახარჯა აი ამ 2-3 თვის ტრანსფერებს რომელიც ჩვენი გუნდის არსებობს მე ვიცი ეს გუნდი მეცხრე მეათე წელი არის ამდენი არ გვაქვს დახარჯული საერთოდ და გვინდა იმას მოვუგოთ რომ ბიჭები ეს ამათო გააკეთეს საგმირო საქმე რა ხა მაგრამ ეს სალამი უნდა გაგზავნოს ასე ხო არა ხა ეს ფეხბურთი არის კანონზომიერებითა რა ისე რომ ხა ადგედა მეორეჯერ ეგეთ რაღაცა გააკეთო ასე არ ხდება ეს ამ ბიჭების დახმარებით ყველაფრით მაგრამ ამ ბიჭებსაც უნდა ხო ხელი შეწყობა ესე იგი ამ ბიჭებს აქვთ მომავალი იმისათვის რომ ფეხბურთი ჩვენ თუ ამათ ხელი არ შეუწყოთ თუ იგივე იქნება მეტი არაფერი იგივე მოთაძებ კარგად დაგდება იმედები და მე ეს იმედები ხოლმე გვიკვირს კიდე რატო წავაგეთ რისთვის წავაგეთ კაცი ვერ ბანავს ვარჯიშის მაგრამ ხომ და იბანახო ახლა მთელი სეზონი გავატარო ხენურ საფარზე რა ახლა როგორ გინდა შენ გადახვიდე ბალანსზე უცებ და ითამაშო ეს ფეხბურთი რომელიც შენ გინდა ხო ესეც სერიოზული ფაქტორია ბატონ მურთის ფინანსებთან დაკავშირებით მინდა ასევე თქვენ კითხოთ ახალი სეზონის დაწყებამდე გრჩებათ თუ არა იმედი რომ რაღაც ნაწილი მაინც იმ პრობლემებისა რაც ბატონმა დიმამ ჩამოთვალა რომ შეიძლება მოგიგვარდეთ ну ჩვენ გვაქვს თავდობასთან კავშირი ჩვენ შევკვირდნენ ძალიან კახამს რა დახსნა ჩვენ შევკვირდნენ თანხას მაგრამ მოხდა უბედური შემთხვევა ამის მერე ველოდებით ალბათ დააფინანსებენ ამ გუნდს და მე მგონი რა თანხაზეა ლაპარაკი რაც იყო დაპირებული საერთოდ ჩვენი გუნდი ახლა არც ბაზა გვაქვს ჩვენ არაფერი არ გვაქვს ყველაფერს ქირავთ რა აქ ლაპარაკი 1,200,000-ად გავედი ჩვენ ევროპაზე. ეგ არის სასაცილო ფული რა. ჩვენ ახლა გაძლიერება გვინდოდა, ну იქ ფეხბურთელები პოზიციებზე აგერ თავარი მწვრთნელია, მაგრამ ყველაფერი არის დამოკიდებული ფინანსებით. როცა არ არის ფინანსები, ვერ მოგყავს ფეხბურთელი და ალბათ მე ვთვლი ბატონმა დიმამ სწორად აღნიშნა და დიდი მადლობა მინდა დიმას გადაუხადო ამდენი წელია ამ გუნდს ინახავს და ცხინვალის სახელი ევროპაზე გავიტანეთ. კიდევ დიდი მადლობა ბიჭებს ყველას თავად მწვრთნელს ფინანსები საჭიროა ხა ისე არ გამოვა რა უფანი ფინანსები არ გექნება ვერ მიიღე ანუ თქვენ ისე ვაპირებთ რომ კიდევ დაელაპარაკოთ თავობას რომ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ახლა თუ არ გექნა დაფინანსება როგორ გინდა რომ მიიღო მონაწილეობა ახლა ჩვენს ახლა ფეხბურთი გვითამაშია და ვიცით ფეხბურთელებს რა ჭირდება რა ის უნდა თამათ ყველაფერი ვიცი და როცა ვერ აკეთებ ვერც მოთხოვ ამ ფეხბურთელებს. დასაგებია გიორგი, მაინტერესებს გუნდში თვითონ ფეხბურთელების განწყობა, ახლა სეზონი უნდა დაიწყოს. ფეხბურთელების განწყობა არის თუ არა ისეთი, რომ ყველას უნდა რომ დარჩეს, გააგრძელოს აქ თამაში თუ ფიქრობენ სხვა გუნდებში გადასვლას. არა, რა თქმა უნდა, ყველას ცხინვალთან აქვს კონტრაქტი, ყველა ძალიან ხიარულად მოდის ვარჯიშებზე ერთმანეთს ვიწყობით.
ჩვენ თვითონ ვიქმნით ახლა სახელმწიფოსთან ერთად პირობებს, რომ ახალი ჩემპიონატისთვის მზად ვიყოთ. და ბოლოს ვიდრე ჩვენ საუბარს დავასრულებთ, ბატონ კახას მინდა ისევ ვკითხოთ, ფინანსების მხრივ დაალხენილი არა გაქვთ მდგომარეობა, მაგრამ მაინტერესებს რა გეგმებით იწყებთ ახალი სეზონისთვის მზადებას, იბრძოლებს თუ არა ისევ ცხინვალი ევროს არბილზე გასასვლელად. რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი პრინციპი არის სიმართლე, ჩემი პრინციპი არის რომ გაიზარდოს ფეხბურთელები და სწორი გზით წავიდეთ, მიმართულებით წავიდეთ. ჩვენ რო ვიფიქროთ ერთი დღე დავდგებოდით მაშინ გაუკეთებდით ფეხბურთელებს 2 თვიან 3 თვიან კონტრაქტებს და თქვა დამეტავს გადავლახავდით, მე გაგრძელება, მე არ ჩანს ამის. ამიტომ ჯობია რომ ეს ახალგაზრდა ფეხბურთელებმა რა თქმა უნდა კიდე დავიმატებ ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს უარს არ ვიტყვი გამოსტილ ფეხბურთელებზე, რომლებიც თქვა დამეხმარება რეალურად ამ ფეხბურთელების გაზრდაში. ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა რაც შეიძლება ზევით ეს არ არის ისე მე მაგ ამბიჯების იმედი, ამათ აქვს იმის პოტენციალი და ნათლად კარგად გამოჩნდა რომ ამბიჯებს ცოტაც გამოსტილება რო ქონოდა, უფრო მეტი თქვა მომზადება ყოფილიყო სწორი. ეს თავარი მიზანი არის რომ ეს ბირთვი შეინარჩუნოს. რა თქმა უნდა, ეხლა რა რიცი აქ დასამალი არაფერი არ არის. თუ ეს ფინანსები არ წამოვიდა, კი, ამბიჯებმა ფაქტიურად ხო მთელი სეზონი თამაშობს ენთუზიაზმი, პირდაპირ გეუნდა ახლა მე ავლაპარაკობ იმ ხელფასებზე, რაც ამათ ქონდა, ალბათ სასაცილო ეს რო თქვა, არავინ არ დაიჯერებს, ალბათ გინესის წიგნში იქნება ეს შესაყვანი რა. ეხლა მართლა ხო ფეხბურთელს ხო და კონდეს იმის საშუალებას რომ ნორმალურად მოვიდეს ვარჯიზე, ბუცი იყიდოს, საჭმელი შეჭამოს, ნუ რეებზე მიხდება ლაპარაკი. ხო, ამიტომ თქვი რომ ბიჭებო, საქმე ჩაიდინეს რა. ეს ალბათ მათი დამსახურება და ჩვენ ხედავთ, ამათ უნდა ეხლა როცა ფეხბურთელი რაღაცას აკეთებს, მან უნდა დაინახოს რომ მისი შრომა ფასდება რა. თუ არ იქნა მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ფეხბურთს, რა თქმა უნდა ეხლა ჩვენ ვიბრძოლებთ ისევ ის კი არა რომ თქვა ოღონდ მონაწილეობა მივიღოთ. ეხლა ჩვენ გეგმა გვექნება რომ შემდეგ ეტაპზე პირველი წრე აუცილებლად გავიდეთ UEFA-ს. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმრები და გისურვოთ წარმატებები. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. მე ვშევ ყველამდე დიდი მადლობა.